რა თქვი? რა ქენიშვილო? ნევოზე დავქორწინდი მამა. ჩემ ცოლს არც სამსახურიდან, ჩემი ცხოვრებიდან არ გაუშვებ. არა მხოლოდ შენ. ამისთვის ძალა სხვასაც კი არ ეყოფა. ანუ დაქორწინდი? ამ ქალზე შვილო. გამოფხიზლდი შვილოს სიზმარში ხომ არ ხარ? ეს ქალი ცოლად მოიყვანა? შეგრცხვეს. როგორ მოახერხა ეს? თუმცა ფულისადმი მიდრეკილება გაქვს. ყველაფერი შეგიძლია, ხომ ასეა? ერთი ქმარი საფლავში გაუშვა. ახლა მიზანში ჩემი შვილი ყავს. ხომ ასეა? შეგრცხვეს. შენი პატარა შვილის მაინც შეგრცხვეს. ბატონო კასიმ, თქვენ დამიპატივისცემის გამო ჩუმად ვარ, მაგრამ სასირცხვილო არაფერი გაგიკეთებია. მამა ვერავინ, შენი ჩათვლით ჩემს ცოლს ასე ვერ დაელაპარაკება. ვერავინ. ჰაია. ალფ დაბრუნდი. ჰაია. ჰაია. მეგობარო, რასაკეთებ ბავშვს მიხედეთ? ბიძია კასიმ დამშვიდდით, გაჩვენდი ბერგ. შენც დამნაშავე ხარ. და ეს ალფის დაცვის სურვილით საერთოდ არაა. ალფის განადგურება გინდა. ბიძია კასიმ, თუ ეს შესაძლებელია, კარგი რა. მეგობარი ქვია? შენ. რაც შეგეხება შენ. ყველაფერი იცოდი ხომ ასეა? ყველაფერი იცოდი. სეილამ სულგუნმა საერთოდ არ გამაუცა. ისევ ისეთი ქალი ხარ, როგორც მრავალი წლის წინ, რომელმაც დაიფიცა შვილის ცხოვრება გაენადგურებინა. მე რა შენ, რა? კარგი დედა რომ ყოფილიყავი შვილს ცეცხლში არ ჩააგდებდი. ნებას არ მისცემდი. შემოტყობინებდი. სირცხვილე ყველას. ყველამ ყველაფერი იცოდით და ჩვენმად იყავით. თქვენგან ვერც მეგობარი, ვერც ახლობელი და ვერც დედა ვერ დადგება. ჰაია. გამიშვი. ჰაია, შვილო. გამიშვი. აღარ მინდი ხარ. ჰაია, ასე არ ქნაკ, თქო? ყველაფერს მოგიყვები, კბირდები. არა, ჩემი ანგელოზი აღარ ხარ. ანგელოზები არასდროს იტყუებიან, მაგრამ მომატყუე. ჰაია, მესმენა, ყველაფერს მოგიყვები, კარგი? ყველაფერი შენს გამო მოხდა. ანგელოზის გამართვი. ჰაია, შვილო, სახლში წავიდეთ, ყველაფერს მოგიყვები, კბირდები, შვილო. არა, შენთან ერთად აღარ ვიცხოვრებ. იამურთან დავრჩები. იამურ სახლში წამიყვან. იამურ. რა თქმა უნდა, ჩემო ლამაზო, წაგიყვან. კარგი ნება, ახლა არა. და ცოტა დამშვიდდეს. შემდეგ რაც გიდათ ის განეხილეთ. ტაქსი. ჰაია. შვილო. ჰაია, შვილო. ის ნება არ ხარ, რომელსაც ვიცნობდი. ვერ იქნები. ჰაია. ნევა, კარგი გაჩერდი. ჰაია. კარგი. თქო, ნევა. შვილო. ვერ დავტოვებ, არ შემიძლია. კარგი, წაგიყვან. კარგი? დამპირდი. ჩვენ შორის უნდა ყოფილიყო. დამპირდი, რომ არავინ გაიგებდა. დამპირდი, რომ ჰაიალი არასდროს გაიგებდა. ასე როგორ მოიქეცი? ყველას წინაშე როგორ თქვი, რომ დავქორწინდით? ნევა, მე შენს გამო. ჩემს გამო? ანუ ჩემს გამო? კმაყოფილი ხარ იმით, რაც გააკეთე. შენს გამო ცხოვრებაში ყველაზე ფასეული რამ დავკარგე. შენს გამო შვილი დავკარგე. ნევა, ერთი ძამით, ნევა. თხილად. ვიცი ძალიან ბრაზო, მაგრამ ყველაფრის მოგვარება შეგვიძლია. თხოვ.
გამიშვი, არ შემეხო. იმის შემდეგ, რაც ჩემი შვილი დავკარგე, შენთან მოსაგვარებელი აღარაფერი მაქვს. მე ვარ წახვიდეთ, ხო? ასე არ მოიქცე. მე ვარ. ჩვენი საიდუმლო მე-9 სერია. ალფ. თქვენ შეიშალე. შეცდომა დაუშიშველა და ყველაფერი უნდა ამიხსნა. კიდევ შეცდომაზე საუბრობ დავქორწინდით მამა, დავქორწინდით გასაგებია მამა. შეცდომა რატომ არის? ვისთვის არის? ანუ შენთვის არ არის? თუ ასეა. საიდუმლოდ რატომ გააკეთე? არა შულო ამას უკან რაღაც არის. რას გვიმალავთ შულო თქვი? მამა შენი მართალია. მართალია. თქვენს ქორწინებაზე ნელა შულმაც არ იცის ალფ. ნუ თუ შესაძლებელია. თუ ღმერთი გწამს, ცხადია რომ რაღაცას მალავთ. ეს ქორწინება უნდა ამიხსნა შულა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდი იქნება. 20 წელს აღარ ვარ მამა. შემიძლია გადაწყვეტილება თავად მივიღო. დავქორწინდი გასაგებია. ვალდებული არ ვარ ვინმეს წინაშე რამე ვაგო. არავისთან. მიიღებთ თუ არა ეს თქვენი საქმეა, მაგრამ მოგიწევთ შეეგულოთ. კასიმ, ნუ მაშინებ. კარგად ხარ? კასიმ. მამა. მამა, რა მოხდა, კარგად ხარ? მამა? მამა რა? ახლა გაგახსენდა რომ მე მამა შენი ვარ. ახლა? ამად ღირდა? ღირდა რომ ოჯახის წინააღმდეგ წასულიყავი. შეხედე, მამა იმ ფაქტამდე მიიყვანე. რისთვის იბრძვი? რას ანგრევ? ყურადღება მიექცია ალფ. კასიმ აზრი არ აქვს, წავიდეთ ძვირფასო. კარგი. კარგად ხარ? ალბათანო ეჯე, კატასტროფა მოხდა. ბატონი ალფი ნევაზე ისე დაქორწინდა, რომ არავისთვის უთქვამს. ბატონმა კასიმაც არ იცოდა. გაცოფებული შემოვიდა და ნევა შვილთან ერთად გააგდო. მაგრამ ბატონი ალფი ჩაერია. უნდა გენახათ, გარშემო ყველაფერი დალეწა. კარგი გონჯა, კარგი. მოგვიანებით ვისაუბროთ. მადლობა. კარგად. როგორც ჩანს, კარგი სიახლეებია. ალფმა ყველას გამოუცხადა, რომ დაქორწინდა. ამბობდი, რომ ფიქტიური ქორწინებაა. გინდა დაიჯერე, გინდა არა. მაგრამ ეს ქორწინება ფიქტიურია და ამას დავამტკიცებ. კარგი. ამას არც მე ველოდი, მაგრამ ალფისთვის ძალიან ცუდია. ცარიელ ადგილას ასეთი უმნიშვნელო მიზეზით. კასიმ ქარახუნის მრისხანება დაიმსახურა. ფიქრობ უმიზეზოდ არ მომხდარა. გინდა იჯერე, გინდა რა. მაინც არა. ალფი მამამისის წინააღმდეგ იმ ქალის გამო რატომ წავიდოდა, რომელიც არ უყვარს ეჯე. ეჯერ არ ვიცი. გინდა რაღაც გითხრა. ფიქრობ ამ გოგომ როგორღაც ალფი მოხიბლა. თითზე ბეჭედი ჩამოიცა. ყველაფერი მარტივად არის. რაც არ უნდა იყოს. დროთა განმავლობაში ყველაფერს გავიგებთ, არა? ალფ. ალფ დაინახე, გეუბნებოდი. ამად ღირდა, არ ღირდა. ცდილობდი გამაფრთხილებინე, მაგრამ ვერ მიხდი. ახლა არა. დედა მარტო დამტოვე. ალფ.
მომიღების საწყობში რა ხდება? ყველაფერი რიგზეა. საქონელი შემოვიდა ბატონო ხორხან. ჩატვირთვა დავიწყეთ. როგორც კიდე ავასრულებთ, მანქანას წავიყვან როგორც გითხარით. არ ინერვიულოთ. აქ ყველაფერი კარგად არის. ჩვენერია. ქიზლად იყავით. ეს ძაღლი ალფიჩემს მოთმენებას ცდის. პრობლემები არ შეგვიქმნან. გასაგებია? რა თქმა უნდა, ძმაო. ჰაია, შვილო. შეგნით ჩადი. ჰაია, კარი გააღებ, თქო, დავილაპარაკოთ. ყველაფერს მოგიყვები. აქედან წადი. შენი დანახვა არ მინდა. მომატყუე. ჩემი ანგელოზი აღარ ხარ. ასე არ მოიქცე, თქო. მომისმინე გემუდარები. შენი მოტყუება არ მინდოდა. დადი აქედან. არ მინდოდა რომ ასე ყოფილიყო. ჰაია, შვილო. შვილო. ყველაფერი კარგად არის, არა? ჩვენერია. შემოთხოვინეთ საქმეები როგორ წავა. კარგი. კასიმ, თუ ღმერთი გწამს, კმარა, დამშვიდი გთხოვ. თორქანა ნუ მომშვიდებ. როგორ უნდა დამშვიდოდე? როგორ დამშვიდოდე? შეხედე აბარა სერცხვილი გამოვიარეთ. დედა რა ხდება? შენი ძმა საიდუმლოდ იმ ქალზე ნევაზე დაქორწინდა. რა? ვარაუდობდი რომ ერთად იყვნენ, მაგრამ ქორწინება ეს ალფისთვისაც ზედმეტია. საიდუმლოდ იმითომ დაქორწინდა, რომ ვინც უთვალთვალებს, იმათგან დაეცვა. სხვა ახსნას ვერ პოულობ. რატომ უნდა დაქორწინებულიყო აბა? ფიქრობ დასაცავად, მასზე დაქორწინება აუცილებელი არ იყო. მისი უსაფრთხოებისთვის ისედაც ბევრი გააკეთა. ემერ ნოულე პირდაპირ მითხარი. ვამბობ, ალფმა ნევას $100,000 ოდენობის ვალი ერთ წუთში გადაუხადა. რა? $100,000? ემერ გესმის მაინც შენ? საერთოდ რას ამბობ? კარგი საერთოდ არ არის ძმაო, კარგი არ არის. უკეთესი არაფერი გეთქვა. რა უნდა მექნა ბერგ? უნდა მეყურებინა მამა ნევაზე ხელს როგორ ასებდა და რესტორნიდან გააგდებდა შვილის წინ. მართალი ხარ ძმაო, მაგრამ ცხადე იყო რომ ბიძია კასიმი ამ საქმეს ასე არ დატოვებდა. არ ვიცი ძმაო. იცი რას გეტყვი? ვერც მე ვარაუდებდი რომ ყველაფერი აქამდე მივიდოდა. სხვა გამოსავალი იყო ბერგ. აიალის დაბადების დღეს გავაფუჭე. ნევა ყველაფერში მართალი იყო, მესმის. ამ სიტუაციაში ჭრილობა ჰაიალმა მიიღო. ბავშვები, რომლებსაც დედები ატყვევენ, დაჭრილები იზრდებიან, როგორც მე. ახლა კი ჭრილობა აიალსაც გაუჩნდა. ეს ყველაფერი კი ჩემი ბრალია. ალფმა ეს ფოლი რატომ მისცა? როგორც ხვდები, ნევას ყოფილი ქმრის ვალი გადაიხადა. უბრალოდ შეხედე. უცხო ადამიანების ჯოჯკს ვწმენდთ. მოსალოდნელი იყო. მოსალოდნელი. საუბარი $100,000-ზეა. $100,000. ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე დღეა იცნობენ. ცხადია პირველივე დღიდან ასეთი განზრახვები ჰქონდა. ცდილობს ალფი გაასულელოს და გარახუნების მთელი ქონება მეითვისოს, რომ მშვენიერია. იმედი ალფმა ქორწინების ხელშეკრულება მაინც გააფორმა. რა თქმა უნდა, თუ არ მოატყუა. მოატყუა. ნევა ჭკვიანი გოგოჩენს. არ ვფიქრობ, რომ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა. კარგი, მე გავიქეცი. როგორც ყოველთვის. კასიმ,
მისმინე, საუბარი მხოლოდ ალფის ქორწინებაზე არაა. ყველაფერი, რაც დღეს ალფს ეკუთვნის, ყოველ ხალხსა და გოგოს ეკნებათ. ვიცი, თორქენ ვიცი. ჩემი მდგომარეობა იმისთვის არ გამომიმუშავებია, რომ ვიღაც გაუგებარმა შვილიანმა ქალმა დახარჯოს. ნევას იმენაზე დაველაპარაკები, რომელიც თვითონ იცის. თუ ფული აინტერესებს, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. შენივრად ვიცი, როგორ უნდა მოვაგვარო ეს. შენივრად ვიცი. მართლა რაც დღეს მოხდა მარტივი არაბისთვის არის, მაგრამ რაც შენთან ემომ გადაიტანეთ, სხვას რომ დამართნოდა. ჩემი ძმა რეკავს. არ უბასუხებ. ამდენი წლის განმავლობაში ჩემი ძმა როგორ ვერ გავიცანე. სახეში როგორ შემოვხედავს იმის შემდეგ, რაც ჩემს ზურგს უკან გააკეთა. ის კარგი სიმშვიდეს მე როგორ შევინარჩუნებ. პატარა, გილოცავ. აღმოჩნდა დაქორწინდი. მაგრამ ძალიან მაწყანინა, რომ არ მითხარე. შეიძლება ეს ძმას დაუმალო. მადლობა ძმაო. კარგი, ძალიან მოულოდნელად მოხდა, მოხარული ვარ. გილოცავ. გიხარი არა? იმ დღეს რესტორანში მომეჩვენა, რომ ნევას კარგად ვერ შეეწყვე. თითქოს დიდად არ მოგეწონა. ნევასთან რა პრობლემა უნდა მქონდეს, ალფ? შენი ცოლია. რაც გინდა ის გააკეთე. ძმაო, კარგი, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. შენთან ძალიან სერიოზული საკითხი უნდა განვიხილო. დავილაპარაკოთ. რაზე? არა, დღეს არა, ძმაო. კარგი, როგორც გინდა. ჯერ კიდევ შენი კარგი დღეებია, პატარა. ასე რომ დადგები. ბერკ გადივა. მოიცადე. თუ ისევ ხალხთან ზახალდა პრობლემებში გაიხვევი, დღეს გაჩერდი. მათთან მოგვიანებით გავსწორდები. ნევასთან წავალ. ო, მასთან წადი. ისედაც ავად არის. ჰაია. დედა ისევ გარეძის. შემოუშვათ? იქნებ დედას ცოტა დაელაპარაკო. არა, თუ შემოუშვებ ამ სახლიდან გავიქცევი. მისი დანახვა არ მინდა. შვილო, ასე ნუობო. დედა შენია. ვიცი რომ ძალიან უყვარხარ. არ მინდა. ჰაია. ნევას რა ჩაიდინე? რა ჩავიდინე, ფერხად? სულად როგორ გაღები ნევა? ეს რატომ გააკეთე? ახლა ამის დროა. ვერ ხედავ, რომ მდგომარეობაში ვარ. შენერად ხედავ და შენ თუ ხედავ. ასეთ მდგომარეობაში ვის გამო ხარ? იფიქრე მაინც. ფერხად, გთხოვ. თავს ვერ უტყდები. კარგი, მაშინ მეგეთყვე. ასეთ მდგომარეობაში იმ ალფის გამო ხარ. მისმინე, ფერხად. ყველაფერი ვიცი, რასაც ჩემს გამოაკეთებ. მიფრთხილდები და ამას ამიტომ აკეთებ. ზღვარს გადმოვდივარ. ზღვარს მე გადმოვდივარ. თვალწინ ამ ტიპის სახლში შედიხარ, მაგრამ ზღვარს მე გადავდივარ, ხომ ასეა? მარა ფერხად. შენ რა? შენ ალფთან ან ჩემთან რა საქმე გაქვს? მაგრამ ვიცოდი, გეუბნებოდი ბევრჯერ გითხარი გაგაფრთხილე. გითხარი მისგან თავი შორს დაგეჭირა. ფულის გამო არა? წეული მციყოს. ფულის გამო არა? ვალი გადაგიხადა რა? და ამიტომაც გაღები? ნევა მისმენი, თუ გაიძულა. იცოდე რომ მარა გემოდარები სიმართლე მითხარი. ფულის გამო გაღები? გაჩუმდი, გთხოვ, გაჩუმდი. გეუბნებოდი, რომ ეს ხალხი სარგებლის გარეშე არაფერს გააკეთებს და შენ ფულის გამო. სიტყვები შეარჩიე, ფერხად, სიტყვები შეარჩიე. ნევა მითხარი რომ გაიძულა.
გემოდარები მითხარი რომ მოგიწია, მითხარი რომ არ გიყვარს. ნევა, ვინ ხარ? ვინ ხარ რომ ჩემს ცოლს პასუხს თხოვ? მეთქი როგორ დაერწმუნე? მითხარი, ნევა როგორ დაითანხმე? ალპ, შენ ჩაგაბარო ანგარიში აქედან დაახვიე. კმარა, მესმენა ჩემს რესტორანში არაფერი გასაგმება გესმის? ნევასგან თავი შორს დაიჭირე. შენი რესტორანი და შენი დედაც. კმარა, რას აკეთებთ? ალპ, რას აკეთებ? გიცავ. არ გინდა, არ დამიცვა, დაცვა არ მჭირდება. თქო, ჩემს გამო აღარაფერი გააკეთოთ. უბრალოდ იცით საქმე რასთან მაქვს. ჩემი შვილის მდობა დავკარგე. მოვატყუე. შვილი შენს გამო მოვატყუე. ვეღარავიდან. ნევა მე შენს დასაცავად. რომ არ ეწყენინებინათ. შენ მაწყენინე ალპ. მე აქედან წადი. ცდებოდი. ძალიან ცდებოდი. მეგობრად გთვლიდი. მჯეროდა. რასულელი ვარ. ნევა შენს გვერდით ვარ. მე შენი მეგობარი ვარ. ადამიანი მეგობარზე ასე ცუდად ვერ იფიქრებს ფერხად. ერთი წუთით დავილაპარაკოთ გთხოვ. ასე არ წახვიდე. სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. შენც წადი. არსად არ წავალ. მხოლოდ შენი მხოლოდ? რა მხოლოდ? შენი დანახვა აღარ მინდა. უცნაურია. ძალიან უცნაურია. უცნაურად არ გეჩვენება? უცნაური რა არის? ის რომ ალპის ქორწინებაზე ჩვენს გარდა ყველა მიცის. თითქოს ოჯახად არ გთვლის. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა სეილანი არა, დედამისი. მაგალითად სეილანი, მანაც იცოდა. თურქან შენვე არ თქვი დედამისია. ბოლოს და ბოლოს დედას გარდა ვის ეთყოდა? კასიმ რა დრო გავიდა, რაც ეს ქალი ალპის ცხოვრებაში შემოვიდა. საიდუმლოებებს რომ უზიარებს. ალპს ალბათ დაავიწყდა, რომ 9 წლის ასაკში მიატოვა. ფიქრობ ამ საქმეში რაღაც ვერ არის. თურქან ძალიან თხელ პირდაპირ მითხარი და ნუაჯიანურებ. ახლა ჩხუბის თავი არ მაქვს. შეიძლება საქმეში სეილანით ჩარეულია. დიახ, ფიქრობ მან გააცნო და დააქორწინა. რა შუაშია, საიდან მოიტანე? კასიმ, ალპის ამ ქალთან დაქორწინება იმას ნიშნავს, რომ ალპი ქარახუნების მთელი მემკვიდრეობის ნაწილი გახდება. თუ ამის უკან სეილანია, მოგებას აქედან სეილანიც მიიღებს. აქ რას აკეთებ? ვისმენდი? კასიმ, მას შემდეგ რაც ჩვენთან მოაწყო, სეილანის სახლში წავედი. ნევაც იქ იყო. და ისე ჯანდა თითქოს სულ იქ იყო. ხედა, ყველაფრიდან სეილანია მოდის. რაც არ უნდა იყოს, არ დანებდება. ამ ქალის ნამდვილი სახე მრავალი წლის წინ უნდა დაგენახა. თურქან თუ ღმერთი გწამს. ახლა ამის დრო არ არის.
წარსული სარგებელს არჩენ არ მოგიტანს და არც მე. დიახ, მაგრამ რაღაც დაგავიწყდა. ის, რასაც დღეს განვიცდით, წარსულის ეფექტია. ამ დაუსრულებელი ანგარიშების გასწორებით, რომლებიც წლებია გრძელდება. დავიღალე. ამ ქალის სახელის მოსმენით დავიღალე. აღარ შეხვდები. ეს ქალი არ მოისვენებს სანამ ალფსა და ჩვენ ცხოვრებას არ გაგვინადგურებს. გაითვალისწინე. ჩემო ანგელოზა. ჰაიალ. პატარა. კარგი აქ ვარ ძვირფასო. გვერდით ვარ. კარგი საყვარელო, კარგი. ნევა, შვილო. გილოცავ. მადლობა, შეფ. არ მოგატყუებდა ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. გავუცდი და თან ძალიან გამეხარდა. არა. თავი არ დახარო. ვიცი რომ ძალიან დამწუხრებული ხარ. ხდება ხოლმე. ცხოვრება ასეთია. თავარია ორი მსგავსი გული ერთად იყოს. შენც და ალფსაც დიდი ხანია გიცნობთ. ღმერთი ყველაფრის მოწმეა. ბატონი კასემის სიტყვებზე საერთოდ არ იფიქრო. მისმენამ. ამბობენ გულიდან გულამდე გზა არისო. ამ გზაზე დადგომა მარტივია, მაგრამ მიზნამდე მისვლა ძალიან რთული. ერთმანეთის გულებს მიაღწიეთ. გაუბრთხელდით. მაგრამ შოს გული ნატეხებად დავუმსხვრიე. ის ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ გაიგებს. დრო მიეცი. მოთმინება ნევა. მოთმინება შვილო. ნებისმიერი მიზნის მისაღწევად მოთმინება აუცილებელია. მომთმენი იყავი, რომ ჰაიალმა სწორი გზა იპოვოს. ბევრს ვლაპარაკობ, მოდი საქმეს შევუდგეთ. მიდი. შეფ. შეიძლება დღეს შვილის სანახავად წავიდე. გუშინ ღამით ისე დავიშალეთ. ოჩახ. ალფის გული მოინადირე, მაგრამ არ დაგავიწყდა სამზარეულოში უფროსი ვინ არის. შეფ. მიდი, კარგი. გეუბნებოდით რომ ამ ქალთან რაღაც ხდებოდა. ახლა ყველამ დაინახეთ.
ყველაფერი როგორ ზუსტად დაგეგმა. ჯერ ოთახი დაიკავა, შემდეგ შვილი მოიყვანა. არც კი ვიცი ბატონ ალფთან არასამუშაო დროს რა ჰქონდა, რომ მასზე დაქორწინდა. ამ ქალის უნდა გვეშინოდეს, ვიცავ. მაგრამ ერთი რამ არ მესმის. თუ დაქორწინდეს, საიდუმლოდ რატომ? მხოლოდ ამას ვერ მივხვდები. შეგიძლია ყველაფერი მკითხო, რაც გაინტერესებს გონჯა. მოიცადე ძვირფასო, ასე რატომ ნერვიულობ? თანაც მხოლოდ მე არ მაინტერესებს, არამედ დანარჩენებსაც. ბოლოს და ბოლოს საიდუმლოდ დაქორწინდით, ნევა. ნებართვა შენთვის უნდა მეთხოვა? ჩემს ქორწინებაზე დაკითხვა შენი საქმეა? გონჯა, ჩემი მოთმინება ამოუწურავი არაა, გასაგებია? ველოდებოდი, რომ შეცდომას მიხვდებოდი და გაჩუმდებოდი, მაგრამ უკვე საზღვრებს გადადიხარ. კარგი, რა ვთქვი? მეგობრებო, ალფ ქარახუნზე დავქორწინდი. სულ ესაა. დავალდებული აღარ ვარ რამე აგეხსნათ, გასაგებია? რადგან მხოლოდ ჩვენ გვეხება, არა? თქოთ, რაც თქვენს ვალდებულებაში არ შედის, იმით ნუ დაინტერესდებით. საქმეს მივხედოთ. კარგი? გასაგებია, გილოცავთ. სამსახურში ახლავე წახვალ თუ ყავა ერთად დავლიოთ. ძვირფასო, ძალიან მეჩქარება. ყავა მოგვიანებით დავლიოთ, კარგი? კარგი. კასიმ, თავს გაუფრთხილდი. შენზე ძალიან ნერვიულობ. ნუ ნერვიულობ, გამოწრთობილი ვარ. სევან, ალფისთან ევას ქორწინებაზე უნდა ვილაპარაკოთ. დღეს? დიახ, დღეს. მისმენა უნდა მოვაგვაროთ, სანამ ყველაფერი კონტროლს დაკარგავს. კარგი. შევთანხმდით. ალფ. კარგად ხარ? გავიგე. კარგი, და ნევასთან დალაპარაკება მოახერხე. არ ვაპირებ ვინმე საუბარი ვაიძულა. თუ საუბარი არ უნდა, ეს მისი საქმეა. მართალია. კარგი, შეეშვი. ჯერ უნდა გავარდიოთ ქორხანა ჩვენს კომპანიაში რა კავშირშია. მოგვიანებით მოვაგვაროთ, მაგრამ ახლა ვეკითხო, რომ ეშინია, სადამდე მიგიყვანს. გავიგოთ საწყობში საქმეები როგორ მიდის. გამარჯობა, მე ალფ ქარახუნი ვარ. დავრეკე გავარდიო. ტრანსპორტირება როდის დაიწყება? ნახევარ საათში გადიან სატვირთოები. კარგი, მადლობა. სიკვდილამდე ვერ ამოვისუნთქეთ, მაგრამ უნდა წავიდეთ, სანამ სატვირთოები გავნენ, ბერგ. ალფ, მე ახლა ძალიან გვიჩქარება. მოგვიანებით ვილაპარაკოთ, კარგი?